I giovani d'oggi possono sapere poco di quello che è stata la mia vita e il mio passato. Se dovessi dire che quando sono partito pensavo di farmi qualche cosa di più di una sola macchina, direi una bugia. Ma l'ambizione, io non oserei dire che la mia è stato un progetto ambizioso, lo sarà diventato. Io penso che si possa parlare di coerenza. Io da ragazzo, essendo nato in un'officina, ho pensato all'automobile e l'ho sempre amata e ho sempre detto un giorno arriverò anch'io a farmi una macchina mia. ენცო ფერარის მიერ იტალიის ქალაქ მარანელოში დაფუძნებული ფერარი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანია, რომელიც ავტოინდუსტრიას ოდესმე უნახავს. ყალხზე შემდგარი ულაყი ფერარის ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმბოლოა, რომელიც სპორტულ დომინაციასთან, საოცნებო პრესტიჟთან და ადამიანური წარმატების მწვერვალთან ასოცირდება. თავად ფერარი და მისი უნიკალური როსო კორსა, ანუ სარბოლო წითელი ფერი ისაა, რაზედაც ავტოენთუზიასტები იმ მომენტიდან ოცნებობენ, როცა ფერარის სუპერკარს პირველად ნახავენ. ბევრისთვის ეს სიყვარული ნაპერწკალია, ბევრისთვის კი იმედგაცრუება, მაგრამ ასე რომ არ იყოს სამყაროს არასდროს მოევლინებოდა Lamborghini. კაცობრიობა ვერ ნახავდა Ford GT-ს, Toyota 2000 GT-ს და Honda NSX, ხოლო McLaren-ის და Bugatti-ის შედევრებს არ ექნებოდათ ის ბრწყინვალება, რაც მათ ყველა სხვა ავტომწარმოებლისგან გამოარჩევთ. ამიერიდან ფერარით შთაგონებული ხელოვნების ნიმუშების ჩამონათვალში კიდევ ერთი პუნქტი გაჩნდა. ხალხზე შემდგარი ულაყის ამბიციით შთაგონებული ეს სასახლე ცოტა ხნის წინ რეკორდულ $50.9 მილიონ გაიყიდა. იტალიური სარბოლო ფილოსოფიით შთაგონებული ამ სასახლის ფართობი 1900 კვადრატული მეტრია, სადაც საცხოვრებელ ტერიტორიასთან ერთად განთავსებულია როგორც ფერარის ყალხზე შემდგარი ულაყის ბრინჯაოს ქანდაკება და შადრევანი, ასევე 12 ავტომობილზე გათვლილი და კაკლის ხით მოპირკეთებული მედიდური ავტოფარეხი, რომელიც დიზაინით არც ერთ პრესტიჟულ სასტუმროს არ ჩამოუვარდება. კასა მარანელოს ტერიტორიაზე ასევე ხვდებით 315 კვადრატული მეტრის ფართობის საძინებელს, რომელიც 120 კვადრატულ მეტრიან გარდერობს და 75 კვადრატული მეტრის ფართობის აბაზანას უკავშირდება. სასახლეში ასევე არის სტუმრებისთვის განკუთვნილი 4 საძინებელი, 14 სტუმარზე გათვლილი კინოთეატრი და რამდენიმე მოსასვენებელი სივრცე. სასახლის მფლობელი 315 კვადრატულ მეტრიანი საძინებლიდან მარტივად გადახვალთ სილამაზის სალონში და მასაჟის კაბინეტში, რომლებიც ასევე სასახლეში მდებარეობს. ალბათ მარტივი მისახვედრია, რომ სახლში, სადაც პირად სილამაზის სალონს ხვდებით, ველნესი და სპა განსაკუთრებით უყვართ. აი სწორედ ამაზე მიგვანიშნებს იტალიური ბულგარის დიზაინის ენით შთაგონებული ველნესის სივრცე, სადაც განთავსებულია როგორც შიდა აუზი, ასევე ჰიმალაის მარილის ოთახი, საუნა და ფინური აბანო. კასა მარანელოში რასაკვირველია გარე აუზსაც ხვდებით, რომლის სიგრძე 90 მეტრია, ტევადობა კი 340,000 ლიტრი. იქვე ხვდებით წყლის შეზლონგებს და კიდევ ერთ სპას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფერარის შთაგონებული სასახლის სამზარეულო, რომელიც საუკეთესო ხარისხის ბუნებრივ იტალიურ მარმარილოში არის გადაწყვეტილი. სამზარეულოდან შებზარეულის პირად სამზარეულოში გადახვალთ, ხოლო იქვე 9 მეტრიანი ბარით აღჭურვილ მოსასვენებელ ლაუნჯსაც შეხვდებით, სადაც ყველა იმ ალკოჰოლურ სასმელს შეხვდებით, რომელიც შესაძლოა მოგინდეთ. ლაუნჯი 20 ადამიანზე არის გათვლილი, ხოლო სასადილოში, რომლის ცენტრში პატაგონიურ ბრაზილიური ონიქსისგან დამზადებულ მაგიდა შეხვდებით, ერთდროულად 18 ადამიანი ეტევა. იტალიური საჯინიბოთი შთაგონებული ეს სასახლე მასშტაბით და უნიკალურობით იმდენად შთამბეჭდავია, რომ გარიგება, რომელიც მის გასაყიდად დაიდო, ცალკე აღნიშნვის ღირსია. სრულად მოწყობილ სასახლეში ახალმა მფლობელმა $29 მილიონი გადაიხადა და ფულს სამეზობლოში მდებარე 1670 კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე დაამატა, რომელიც სხვათა შორის ჯეიმს ბონდით და მისი საყვარელის ავტომობილო ბრენდით, ასტონ მარტინითაა შთაგონებული. სანაცვლოდ სახლთან ერთად მყიდველმა მინიატურული წითელი ფერარი 250 ტესტა როსა მიიღო, რომელიც 90 კმ/სთ სიჩქარემდე ჩქარდება. თავად ეს ავტომობილი $100,000 ღირს და ის საკმაოდ იშვიათ საკოლექციო ნივთს წარმოადგენს.